იცი რატომ ვერ სვამს საკმარისი რაოდენობის წყალს დღის განმავლობაში? იმიტომ რომ შენი ნივთიერებათა ცვლა შენელებულია. ამის მიზეზი კი ზედმეტი ცხიმია. გაინტერესებს რა უნდა გააკეთო? მიყურე ბოლომდე. გამოიწერე ჩემი არხი და პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერე. თუ ხანდახან დღე ისე გადის, რომ საერთოდ არ გახსენდება წყლის დალევა. ეს ნიშნავს, რომ შენი ორგანიზმი არ ითხოვს წყალს. ამის მიზეზი კი შენელებული ნივთიერებათა ცვლაა. როდესაც ცხიმი იმატებს, წყლის ცირკულაცია ისეთ სიჩქარით აღარ მიდის, როგორც საჭიროა. ამიტომ გაითვალისწინე. თუ შენს ორგანიზმში უკვე ბევრი ცხიმია, ანუ თუ გაწუხებს ჭარბი წონა, თუ გაქვს უძილობა, თუ გაქვს უენერგიობა, მუდმივად დაღლილი ხარ, ჭამის მიუხედავად ვერ ნაყრდები, ეს ყველაფერი ცხიმის სიჭარბის სიმპტომებია. ასეთ დროს რამდენი წყალიც არ უნდა დალიო, აზრი არ აქვს. შენი ორგანიზმი უბრალოდ ვერ აითვისებს მიღებულ წყალს. აითვისებს, ოღონდ ძალიან ცოტას და ძალიან ნელა. ამიტომ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოაგვარო, გჭირდება პერსონალური მენიუ, გჭირდება უნარჩვევების შეცვლა და მანამდე, სანამ დამიკავშირდები, პატარა რჩევას მოგცა. ჭამის წინ 10 წუთით ადრე. აი ამ ხელაჭიქით, ეს ხო ძნელი არ არის, ეს ხო არ არის 9 ლიტრიანი ჭიქა. აი ამ ხელაჭიქით, თუნდაც 1 ყლუპი. დაიწყე ყველა ჭამის წინ ამის გაკეთება და აქციე ჩვევად. დანარჩენს ორგანიზმი თვითონ გააკეთებს. თუ გაინტერესებს უფრო სწრაფად როგორ უნდა მოაგვარო კვების პრობლემები, მომწერ. მოდი, ვილაპარაკოთ.